გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი. ამ ლოზუნგით გამართეს პროევროპული პროტესტის მონაწილეებმა დღევანდელი აქცია. აგვისტოს ომის დაწყების 18 წლის თავის გამო დღეს პროევროპული საპროტესტო აქციის მარშრუტი შეიცვალა. მარში ამჯერად ფილარმონიიდან გმირთა მოედნისკენ წავიდა. მსვლელობით პროტესტის მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს. ჩვენ დღეს ვართ ტკივილით და სიამაყით სავსე ერთდროულად. ეს არის ქართველი ადამიანის ყოფა. ჩვენ გვხვდება ჩვენი ისტორია, ჩვენი მსხვერპლი, ჩვენი გმირების თავგანწირვა, მაგრამ ამავე დროს ვამაყობთ ამით. ვერავინ, ვერასდროს, ვერავით არის შესაძლებლობებით ამას ვერ გაანეიტრალებს. ვერანაირი რუსული ქისტესრიგი ამას ვერ გადაფარავს. ვერავით არის 10,000 ივანიშვილი ამას ვერ გადაფარავს. ეს არის გამორიცხული. ქართველი ხალხი იქნება მუდმივად გამარჯვებული. დღევანდელი მარშის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოს ისტორიის გაყალბებას ვერავინ შეძლებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახსოვთ, ვინ დაიწყო ომი და ახსოვთ გმირები, რომლებმაც საქართველო დაიცვეს. ისინი ამბობენ, რომ ქართული საზოგადოების დაპირისპირება და დაყოფა რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი მამოძრავებელია და თვლიან, რომ ერთად მდგარ ქართველებს მტერი ვერ ერევა. ფილარმონიიდან დაწყებული მარში გმირთა მოედანზე დასრულდა. გმირთა მემორიალთან აქციის მონაწილეებმა მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ხეულარს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ